დილა დაიწყო იმით, რომ პასპორტი დამჩა და ამ ავტობუსიდან თბილისში ჩამოვედი. მოგესალმებით. მივდივართ, როგორ განწყობაზე ხართ, მეგობრებო? თქვენს მოხდებით კაცი. როგორ განწყობაზე ხართ? მაგარ განწყობა. იტალიური სიტყვები იცით? ბონჯორნო. ეგ ფრანგულია. კარგი, მეგობრებო, იტალიაში დაგჭირდება ორი ენა, იტალიური და მეგრული. მეგრული იცით? არა. ყოჩახ. დილა დაიწყო იმით, რომ პასპორტი დამჩა და ამ ავტობუსიდან თბილისში ჩამოვედი. წავედი სახლში, ავიღე ჩემი პასპორტი, რომელიც მანქანაში მედო და აი ამ ჩემი საყვარელი ავტომობილით დავეწიე კრიმინოლოგებს, იმიტომ რომ კრიმინოლოგები იტალიაში მივდივართ და იტალიური თავგადასავალი იწყება. ასე მიცუქცუკებენ კრიმინოლოგები, გორში დავეწიე მეგობრებო. და მივემართებით იტალიისკენ 38 ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია. ჩამოვედით იტალიაში მეგობრებო. ჯერ იტალია თვალით არ გვინახავს არც იტალიელები. აი ამ ხელა რიგის გავლა გვიწევს. მაგრამ შემართება გვაქვს შესანიშნავი. რეალური დილა გაგვითენდა მეგობრებო. ბავშვები წავიდნენ ვატიკანში დილის კვების შემდეგ. მე არ გავყევი მათ შემოკარგებო სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის DJI დრონის საკითხად მივდივარ. თუმცა ვლოგს ჩემს ნაცვლად გააგრძელებს რუსკი. გთხოვთ. მე ახლა გაჩვენებთ ლუკა როგორ არის შეიარაღებული ჩამოსული იტალიაში. მოგეხსენებათ, იტალიაში არის დიდი ქურდიანობა და რო არ მოპარონ ტელეფონი, ლუკა გაჩვენეთ თუ შეიძლება. ვიდეოა. დიახ. ტელეფონი შიდა გულის ჯიბეში. აი ამ კაცს თუ ბაჯის 20 ლარის ხურდა არ არ დამიწერეთ კომენტარებში. მე თუ ეს ტელეფონი მომპარის წაიღონ მაგათი დედაც ეგ. 2 hours later. მეგობრებო, გუშინ დაფიქსირდა ისტორიული ფაქტი ორგანიზაციაში. კაცი რომელსაც აეროპორტში გადაუღე ვიდეო და იყო საოცრად მობილიზებული, რომ მისთვის ფული არ მოეპარათ. და მას დაცული ჰქონდა თავისი ტელეფონი აი ამ უზარმაზარი თოკით. ასევე ფული თავისი უზარმაზარი ჩანთით, სამწუხაროდ მისი გონება აღნიშნა უცველი და გუშინ პატიოსთან მაშალკანიანებმა მოატყუეს ჭიქებითა და ბურთით თამაში, ეგრეთ წოდებულ გეიმში, რომელშიც ჩვენმა ლუკამ ჩავიდა all-ins და 500 евро წააგო ამ თავგანებთან. ოღონდ მართლა მეგობრებო. და ახო ესე დაადეთ აი ისინი როა ჭიქები რა და აბა რომელში არის და სამწუხაროდ 500 დოლარი ამოიღეს გაადრო, აი დაადრო და აი აქ არისო და აღმოჩნდა მეორეში და წაადო. რა ოჯახი დაგვენგრა აი რა ოჯახი დაგვენგრა. მე მიწევს მათ შუაში ჯდომა და მათი შერიგება. ლუკა, ჩემო მეგობარო, ბავშვებს ეხა შევკრებდა რომ ჩაუტარო ინსტრუქტაჟი კიდევ ერთხელ. როგორ დავიცვათ თავი მამაძაღლებისაგან. და ასევე მინდა კრიმინოლოგებში გავაკეთოთ ერთი ძალიან კარგი კურსი. მამაძაღლებისაგან თავის გაცის ხელოვნება. მე მგონია რომ ბევრი ხალხი რა თქმა უნდა ლუკა იქნება ტრენერი, ხელმძღვანელი და პირობო ასე ვთქვათ სიმულაციების გვექნება. რომელშია წყალი? აბა. რომელშია წყალი? აი ისიც დანიშნულების ადგილი. აი აქ იქნება ჩვენი კონფერენცია მეგობრებო.
დღე მეორე მივდივართ კონფერენციაზე, ნახეთ ჩვენი ბავშვები რა ლამაზები არიან და სილამაზეში მოგებული გვაქვს უეჭველი და ეხა კონფერენციაზეც უნდა მოვიგოთ. მეგობრებო, ხართ მუღამზე. ჩვენი სიმპათიური ბიჭები, ჩვენი ლამაზი გოგონები. მეგობრებო, ჯგუფი გავიყავით ორ ნაწილად, ზოგი გავუშვით ტაქსით, ვისაც სურვილი ქონდა. დანარჩენები კი მივდივართ ავტობუსით. აი ესეთი დემოკრატია გვაქვს. აბა, შემართებით ხართ? რუსუდან გაგვიძეხი. ნაბიჯით იარ 1 2 1 სრულებ ასევე მშობლების დავალებებს. გეგა, ყურადღებით. ყურადღებით. ლუკა, მოდი ხელი მომეც. აი ესე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ლოგში ტრადიციულად გვექნება ჩელენჯი. ჩელენჯი რა თქმა უნდა მარტივი არ უნდა იყოს, ეხლა თავის გას გამაიმუნება მარტივად არ მინდა. ამიტომ ესე გაჩელენჯებთ. ორი თქვენგანი თუ მოიგებს. აი ამ ყოველური ზედით, გაჩვენე. გავივლი კოლიზეუმთან. Standard as a representative of Canada. The delegate of delegation of South Canada would like to raise a motion. No, because If you rise, no. If you rise, this paper, I will make 10 push-ups. If you support my student, 10 push-ups and 10, I don't know this name, with my legs. Okay, yeah. okay, I understand. Okay. Okay. Let's wait. მეგობრებო, აი ამ დამღლელი დღის მერე ცოტა დაგვემართა რაღაცა რაც არ ვიტყვი და აი ეს ორი ბიჭი აწყობს ესე იგი შეჯიბრებას ხელის გადაწევაში ვნახოთ ვინ მოიგებს. აბა, მეგობრებო, თუ ქუთაისი წაიღებს, წაიღო. შენ ბიჭო ის მუღა დღე მესამე დასკვნითი დღე. First runner-up on the honors list is the delegate of Canada. Please. ხუთი შესაძლო გამარჯვებიდან ორი გამარჯვება ჩვენია ქართული დელეგაციის დაახლოებით 100 მონაწილე იქნებოდა და აქედან ქართველების დომინაციით ჩაიარა მთლიანმა რამდენი 171 ადამიანი მე არ დამითვლია, მაგრამ რამდენიც იყო ქართული დომინაციით ჩაიარა ამ ყველაფერმა. როდესაც ვინ ქართულ გოგონას ვინ ჩვენი დელეგაციიდან არ იყო და გაიმარჯვა, გულწრფელად წარმატებები მას და ასევე რამაც ძალიან გამახარა, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი გამარჯვება. ბაი ბაი. კრიმინოლოგებს გაუმარ! საქართველოს გაუმარ!
ჩვენი ვლოგი იტალიიდან გემშვიდობებით გამარჯვებულები. ვასწავლოთ ხიარ შეჩული. ნინი კრიმინოლოგებში გაზრდილობი მითხარი? მეგობრებო, 10 საათი არის 2 საათზე გავდივართ და 4 საათით ადრე ლუკა გამოიყურება აი ასე. დიახ, მოგზანდი? სად მიგზანდები ამ ფორმაში? სად მიპარები? ვისო თახში გაგჩეკრება? არებადა გოგია რა ბედნიერია. სტუდენტებთან წავაგე ჩელენჯი, რომ თუ 2 ადამიანი მაინც მოიგებდა კონფერენციაზე, აი ეს უნდა გამეკეთებინა რა. მე ვაბარებ თავანს და ამას გავაკეთებ რაც წავაგე, იმიტომ რომ მართლა ორმა ბავშვმა მოიგო. რომში ჩავედით კრიმინოლოგები და ყველას ვაჩვენეთ ქართული ჟილი ძალა, გვინდა რომ ჩვენზე ილაპარაკოს ხახმა, აგვასახელეთ ქართული სულის კარმა, რომ ისი დიდე თუ არ დაგვეტიაო, მას ყველას გეტყვით რომ სარაფერებია მო.